ვაშ Moskva საუბარი. საუბარი. ხო. აქ რაღაცები ჩვენ დავხვდა რა. ყველაფერი ჩვენ არ გავგეთებ. ან მოგებაზე არ მუშაობ, ვცდილობ თუ უბრალოდ ეს სივრცე შევინარჩუნოთ. მაჩნია რომ ბევრად დიდი დატვირთვა აქვს უძრე ჩვეულებრივ ბარს შეიძლება გქონდეს. იდენტობა აქვს უკვე შეძენილი. ვაშ აი პრო ეგეთი მაგალი არ მეგონეო რა ხდება ჩვენს თავსო. მე ვთქვი რა ვიწერებ ისე რომ რა ვიმალე ხო. ეს მეთქი მაგიტომ არა მეთქი დავუბრუნდები. ჯრავი ყადაღამა. დავაჯარი. რო დამაყადაღეს სადღაც 12 ჯარიმა მქონდა და ეხა აღარ ვიცი, აღარ ვითვლი რა. მოდის ხოლმე პერიოდულობით 5-5000-იანი. და ეხლა ამ ოთახში ახლა არა, მაგრამ აქ შემოდიან ბევრი ისეთი რავი. დაყადაღებული ჩემზე ბევრად დიდი ჯარიმები რო აქვს და ასე შემდეგ. რა. მე უფრო სტაჟიანი ყადაღისტი ვარ. დაახლოებით წელიწადზე მეტია რაც ყადაღა, მაგრამ მივეჩვიე ძალიან რა, უბარათო სიარულს და რაღაცა ქეში და რაღაცა. ცოტა დისკომფორტია ხურდების ტარება, მაგრამ აინც ის არის რა. მივეჩვიე უკვე. და ყველა მიცის რომ შევდივარ მაგალითად ლიამუში, ილიაში ყავის დასალევად იციან რომ ვარაც არ ვადებ რა და ხურდა უნდა დამიბრუნო. წავედით. ჯუტის მე უკვე დიდი ხანი გავიდა. მათო ყოველ დღე ვიკრიბებოდი და ძალიან ინტენსიური იყო ჩვენი ეს პროტესტი რა, ეს უკრაინის ომის მერე დავიწყეთ. პირველი 5 თვე ყოველ დღე დავდივოდი აბსოლუტურად. მაშინ აი ლაპარაკის დონეზე, იდეის დონეზე საუბრობდით, რომ კარგი იქნება თუ ბარი გვექნება ჩვენი. მე უკვე 3 წლის მერე, რამდენი ხანი გავიდა, ხო? 2 წელი და რაღაცის მერე მიშა თავში განათლება გქონდა სამუშაობელი ალბათ. ერთ დღესაც საუბრობთ. მივდივარ და რენდომ რა რაღაცას ვლაპარაკობ და კარგი იქნება თუ რაღაც ესეც აპროტესტო ჩვენი ბარი სივრცე გვექნება და მეთქი რა არის საჭირო, რა გვჭირდება. და მე უკვე რაღაცები გადავთვალეთ, გადმოთვალეთ იქ რაღაც რა დაგვიჯდებოდა ძალიან აი მინიმალურ ხარჯებში გავაკეთე. აი იცი როგორ გავაკეთე, აი ძალიან თეთრები დაგვიჯდა ყველაფერი რა. ეს არისო როგორ გასართობის სივრცე რა, რეალურად. მე თვითონაც აი მე პირველ რიგში სხვის აზრამდე ჩემთან მაქვს ეგ რაღაც დაპირისპირებულობები რა, ანუ მაგალითად ბარი რო გავხსნათ ეს რამდენად კარგი შეიძლება იყოს რა, როცა რეჟიმის ტყვეები არიან და შენ უცებ არ ხსნი რა, როგორ შეიძლება ეს გამოჩნდეს მაგალითად რამდენად ანუ მორალურად სწორი ხარ და რაღაც, მაგრამ თავიდან ბოლომდე ჩვენი იდეა არ იყო რომ რაღაცა აქედან ფული გვეშვა, იმიტომ რომ ფულს ვერ ვშოულობთ აქ. ეს უკვე ჩვენ გავაკეთეთ პირველ დღეს როცა ამას ვამზადებდით საუბარის ამას, რა დავაწერო და დავაწერეთ აი აქ იწყება საუბარი. ასევე ძალიან კარი გვაქვს რომელიც გონება იმასაც უნდა გავაკეთოთ და ძირითადად არ ვაკეთებთ. რეალურად ეს არის სივრცე, სადაც როგორ გითხრა, ბევრს უთქვამს, ვინც აქ შემოსულა საპროტესტო საზოგადოებიდან, აი სხვაგან მაგალითად ვერ მივდივარ და ვერ ვსვამ რა. იმიტომ რაღაცა ჩემ თავში თავს არ ვგრძნობ რომ მართალი ვარ რა. და აქ რომ მოვდივარ, ეგ შეგრძნება არ მაქვს, რომ აი ჩვეულებრივ სადღაც სივრცეში ვარ, გასართობ სივრცეში, იმიტომ რომ ყველა ისეთი ადამიანია შეკრებილი, ვინც იცი რომ შენაირად არის, შენაირად რაღაცა აწუხებს, შენაირად გრძნობს პოლიტიკური პატიმრობის ამბავს და ასე შემდეგ.
და მუღამი ეგ იყო რომ სივრცე შეგვექმნა სადაც შევიკრიბებოდით რაღაც აზრებს გაუზიარებდით ეს არ იქნებოდა მხოლოდ დალევის სივრცე არამედ შეხვედრებს მოვაწყობდით ფილმი ჩვენებს უფრო მეტად განვითარდებოდით რა არის იდეა ის რომ ჩვენი საპროტესტო საზოგადოება უფრო გაიზარდოს რა ანუ არ გვინდა რომ მხოლოდ აი ჩვენი ბაბლისთვის იყოს ეს ეს არის კრაკენის დროშა, რომელიც არის აზოვივით ჯგუფი უკრაინაში, რომელიც იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ და ეს არის აი იმ ბიჭების ხელმოწერით, მებრძოლების ხელმოწერით, რომელიც გამოაგზავნეს უკრაინიდან რა. და რო შემოდიან უკრაინელები და ამას უხედავენ, ვა, ეს საიდან გაქვთ, საიდან და ასე შემდეგ, ძალიან უკვირს და უხარიათ რა. რამდენიმე ყოფილა ალბათ ესეთ ქართველი, ძირითადად რუსები არიან ხოლმე ეგრე რა. რო ჩამოდიან და ხედავენ განწყობებს, ასე კრაკენის დროშას უკან მებრძოლების ხელმოწერით კიდე რაღაცა ანწუხელიძე შეიძლება არც იცნობდნენ რაღაცები, მაგრამ უკრაინა ასე შემდეგ. აი ჩამოდიან და წელს ურტყავენ და ადიან ისე და გადიან რა. ერთხელ დამიკავშირდა ელენ ცაცუა და მითხრა რომ რაღაც უნდა მოიტანა ჩვენთვის ბარში რა და მოიტანა ეს თავისი დაწერილი ტექსტით და ასე შემდეგ. ელენ ცაცუა არის მოსამართლე მანუჩარ ცაცუას და რომელიც გამოირჩევა ცრუ მოსამართლეობით, ხშირად რეჟიმის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს, აკავებს ადამიანებს, ტროტუარზე დგომის გამო, გზის გადაკეტვის გამო და მილიონი ამბავი რა. და ეს და არის არაჩვეულებრივი ადამიანი, აი არ ვიცი, ძართულ ამბავში არის. წარმოიდგინეთ, ძმა როდესაც ამას აკეთებს და თვითონ გული შესტკივა ამაზე რა. ანუ არის ის უბრალოდ რა გააკეთოს. მე მანუჩარის მიერ დაჭერილი ადამიანები რო გამოდიან ციხიდან, იქ ხვდება და რაღაცა ეხუტება ბოდიშებს უხდის და მთელი ამბავი რა. ელენემ გითხრა რომ ჩემმა ძმამ ვინც დააკავაო, ასე ვთქვათ, ხელი მოაწერონ და სახელგვარები დაწერონო რა აქ ბარშიო და ამიტომ გვაქვს ეს აქ. მთელი გამოწვევა ეგ არის რა ახლა ჩემთვის რა და ჩემთვის პირადადაც და ასე რა. ანუ არ გვინდა ყოველთვის ვცდილობთ რომ აი ბაბლიდან გამოვიდეთ რა. ხა ჩვენ ვიცით რა შიგნით რაც ხდება ბაბლში ასე შემდეგ აპოზიციაზე ვარ და ეს კოცები წუტები არიან და რეჟიმი რაღაცა მაგრამ ბევრმა რა ისე ცხოვრობს ბევრი საერთოდ ამას ვერ ხვდება რა. ივანე შენ რას ფიქრობ? შენ ხო ფიქრობ ჩამეწმე და უკვე შეიძლება უძირესობაში ხარ. პროტესტი ძურდება ყოველ დღე. ერთხელ მახსოვს დაიცავე ლეონის რომელიღაც მარში იყო და მარშის ბოლოს სტუდენტი მოდის და მეუბნება რომ ბოდიშიო. მარშზე ვერ წამოვედიო. იმიტომ რომ შემეშინდა რომ ამ გზაზე გამოყოლოდითო და ძალიან ეს რთული ამბავი არის რომ იცი რომ უნივერსიტეტში და არ მხოლოდ უნივერსიტეტში სტუდენტებს აქვთ მისურვილი რომ რაღაცაზე ილაპარაკონ, რაღაცა გამოხატონ, მაგრამ ამავდროულად რაღაცას გნაღვები ხდებათ, რის გამოც ეშინია და ვერ ბედავენ. იციან რომ მაგას რო გააკეთებენ, მერე სერიოზული პრობლემები შეექმნება. ერთ-ერთი წევრი მეც ვარ დაიცავი ილეონის. ეს არის ილეონის სტუდენტური მოძრაობა, რომელიც 100 სტუდენტს აერთიანებს ამ შემთხვევაში რა. მაგრამ გარდა ამ წამლისა, ამ ოჯახებს აქვს ასევე სხვა საჭიროებები. ეს საჭიროებები არის ხერხემლის ოპერაციები, ეტლები. ვაკო არის ერთ-ერთი, რომელსაც აქვს დიუშენი და პირველი მისი დახმარების იდეიდან დაიწყო ის, რომ ჩვენ რაღაც პატარ-პატარა საჩუქრების გაკეთება გადავწყვიტეთ შემდეგ ბავშვებისთვის რა. იქ მამარდას ჩავაწერინეთ ვიდეო თხოვეთ. ვაკო, გამარჯობა, როგორ ხარ? მინდა მოკითხვა გადმოგცემ ლივერპულიდან. ცა PlayStation-ი უყიდეთ, ფული შევაგროვეთ და ასე შემდეგ. თავისი დისკები. დისკებიც მიერ. იცი რა არ გვინდოდა, აი ფულის მიცემა მაგალითად. აი ოჯახს რომ მისცემ ფულს და აი რაც გინდა ის გვინდოდა რომ ბავშვს ეთქვა მისი ოცნება რა იყო რა. ესე დავიწყეთ სანამ დაიცავი ილეონის კამპანია გაჩნდებოდა. და ეხაც ვაგრძელებ სხვათა შორის. აქ კიდე არის ყველაფერი, ორი ჯოისტიკი, დამტენები ყველაფერია მაგრამ. მაგრამ მე ამ სტუდენტებში გაჩნდა ეგ იდეა რა. უწყვეტი მარათონის იდეა და იდეა იყო რომ შეგროვებულიყო 100,000 ლარი. მეგობრებო,
სადაც თუ არ დაასწრაფოს 874,000 ვიდრე ბოჟაძე რო შევხვდა ილიაში ავდიოდით გზაში რა იქ იძახდა რომ მე ვიციო რომ ეს წამალი ცუდი არისო და რაღაცაო და ასე შემდეგ ხო ეს პროპაგანდა მე როგორც ააგორეს მე უცებ შეცვალეს და სხვა თურმე კარგი ყოფილა ეს წამალი და რაღაც ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღიარებული და გარანტირებული არ არის ყველას ვერ მოგიყვებით ახლა ახალ ამბებს რა ამბობს რომ არ არის და 100,000-მა ადამიანმა ჩარიცხა ფული ზოგმა 50 თეთრი ზოგმა რაღაც უფრო დიდი თანხა. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, იმიტომ რომ თქვენ ბავშვებისთვის აკეთებთ ამას. აი მიზნობრიობა ჩვენთვის არის ეს რომ ამ ბავშვებს ჰქონდეთ წამალი. აი ეს იყო ფულზე მეტი დატვირთვა ჰქონდა მაგ რეაქციას ხალხის მხრიდან, რომ 100,000-ზე მეტმა ჩარიცხა და ძალიან ბევრი კიდე სხვანაირად დაგვიდგა გვერდში რა. მე ვფიქრობ, რომ აი ესეთი ერთიანობა გამოჩნდა, როგორც საჭიროა რეგულირებულად გვაქვს. გვიანი, ანუ არასდროს არ იქნება, ანუ ისეთ სიტუაციაში ვერასდროს ვერ ვქნებით, რომ რაღაც ეგეთი სიტუაცია ვეღარ გადავახვდეთ, იმიტომ რომ ამაზე ძლიერი რეჟიმები დაგვემარცხებია. ამაზე ძლიერი რეჟიმები დაუმარცხებია კაცობრიობაში ხალხს. ჩემი აზრით, მაგის პროფესიალი არის. ხოლო მოსახსენებს თუ შევხედავთ, ანუ არ მინდა ისე ცუდად შევეხო, მაგრამ აი ბოლოს რამაც გააერთიანა, რა მთელი ქვეყანა ხო დიუშენის ამბავი იყო ერთ-ერთი ემოციური ფონი არ უნდა იყოს მხოლოდ ის, რაც საზოგადოებას აერთიანებს. თუ ემოციურ ფონზე ხდება დამოკიდებული საზოგადოება, ანუ რთულია შემდეგ სხვა ისეთ მნიშვნელობაზე, რომელიც შეიძლება ისე ამხელა ემოციებს, ჭყალებს ემოციებს არ ემსახურებდეს, რაღაცა ისე გატარდეს რა. ეს რეალურად პლატკატი არა. სადაც დასაძრახიც არ არის, ხო რა, ემოციური რა, ხო რეაგირებს, ანუ არის ემოციური რაღაცები. არა, რეალურად ეგეც კარგი რაღაცა ემოციური მომენტი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს თავარი რა. ეხა განათლების რეფორმა, ხო, რეფორმა კი არა, რეალურად თუ ვიცით რომ რეფორმა და ანგრევს აკადემიურ სფეროს, ხო, და ამას ახალი არგუმენტი აქვს იმისთვის თუ რატო ამბობთ ასე და რატო ფიქრობთ ასე. ხო, მაგრამ როგორც შევხედავთ, ანუ საზოგადოების რაღაცა ისეთი დიდი ის არ ჩანს ამის მიმართ რა. მაგრამ კარგია ისიც, რომ თუნდაც 50 კაცი, 100 კაცი დგას და იბრძვის ამ ეხლა მივიდივართ შუჩვილიან ოჯახთან, ვისთანაც ვიყავით დაახლოებით 1 კვირის წინ, საკვები რაღაცები მოვიტანეთ და აი ყველაზე მეტად ჭირდებოდა ტელევიზორი რა, ბავშვს ჭირდება რა, რომ რაღაც უყურონ ელემენტარული რაღაცა. გასართობი რაღაცა რო გქონდეთ რა. ეს არის ხონი ჭალა. ქვევით არის ისა რა ქვია. დუხილსის და იმის ტერიტორიები. ხო და რა როგორი ამბავი იცი სკოლაში რომ დადიან ბავშვები ხა თუ ნახავთ სახლს რა იქიდან აი არა აი ამ გზით ჩადიან ქვევით რა გზაზე და ხშირად არ უჩერებთ თურმე ეს მიკროავტობუსი. იმიტომ რომ იციან რომ ფულს არ მისცემენ და რაღაცა და ანუ არ უჩერებენ რა სკოლაში რომ მიდიან და მომედგენ. ესაა სიმბა. ეს თვითონ მოვიდა აქ, იქ კაცი ცხოვრობდა და დაიღუპა და თვითონ წამოვიდა. ჩვენთან მოგაკითხა საშ და ჩვენ ვაჭვით ხა. როგორ ხარ? კარგად, რა შევი? ის ვერ მოვასწარი რა ფორმის ყიდვა, არა მოგიტან მაგასაც რა. მოგიტან კაცო. ეს პუშტი ვიყიდეთ, მე ცოტა დასაბერია თუ არა უშავს? დავს. შენს ამბავზე ლევანი არის ჯობაო ჩვენი მეგობარი რა და მაგას აქვს რაგბის კლუბის სოხუმი არის ესეთი რაღაც. ლევანი მითხრა რომ ეხც ფორმას და ბურს და რაღაცებს სოხუმის მას მე გავჩითაო რა და კიდე შენ თუ შეგიძლია რუსთავში სიარული თუ შეგიძლია ო ლამისო განჭიქა და დავარდა. არა, ეს რა შეგაზიანდეს. მეცხრე კლასს ატესტატი ჩვენისა, მეცხრე კლასს.
ხიაში ჩვენ აქ რო ვიყავით მაგის თქვენს ხო დამამატეთ და რაღაცა პოსტი დავწერე იქ და ვიკითხე რომ მეთქი ბერს მოგიხსნეს მეთქი სოციალური მეთქი. ანუ 250.000 ოჯახს აქვს მოხსნილი. ეს კიდე რაც არა ჩანს და რასაც არ აჩენენ და არ უნდათ იმდენი მრავალშვილიანი გაჭვებული დედა არის რომელსაც აი ეშინია და ვერ ლაპარაკობს. აი რა ვთქვა, ანუ ეს 3 თვე დასჭირდათ იმისთვის რომ ანუ სტატისტიკა 224.000 ოჯახი არის კარგად უკვე რა, ანუ ჩვენ კარგად ავართ. და როგორ კარგად ავართ? 225.000. ხო, 225.000 სოციალურად დაუცველი ოჯახი. პოლარიზაციას ეხა რეალურად ხო რადგან პოლარიზაციაზე ვსაუბრობ. რეალურად თვითონ თქვია რა თითქოს საპირწონედ რაღაცა ძალიან საინტერესო იქნება თუ მაგ თითოეული ადამიანის ეხა ვინც თუნდაც ბოლომად ახალგაზრდულ შეკრებაზე იყო ძალიან საინტერესო იქნება ვინ არის ეს ხალხი. რა საიდან მოდის, რითი მოდის, რა ისტორიით მოდის. მართლა რეალურად ანუ ხო ანუ რას ვიცი? იმიტომ რომ შენ როცა საპირწონედ როცა ამას ათამაშე და თითქოს საფრენსკნი რომ აი მე 1200 მხარდამჭერი ახალგაზრდის რაღაცა დიდი შეკრება მოვაწვე და რეალურად ზუსტად თითქმის იმავე ქუჩაზე ხედავ ახალგაზრდებს, რომლებიც რაღაცაზე გეწინა, რაღაც საწინააღმდეგოსთვის იბრძვიან. ხო, ეს საწინააღმდეგო ხო თქონდა ღირებულებებით, რაღაც მასშტაბებით დატვირთულია თავის მთელი შინაარსით. ხო, ანუ ეს ათორები. ეხლა ჩვენი ყოველ სადღაც ვმუშაობთ, რავი, მეგობრები ყავს, მაგაცები და ქალები ასე შემდეგ, ხო? და გვაქვს მათთან კომუნიკაცია და ვხედავთ, რომ რეალურად პოლარიზაცია შიგნით კი არ არის, აი, მხოლოდ სახე იქნება რა, თვითონ ცდილობენ, რომ ერთმანეთს დააპირისპირონ რა საზოგადოებრივ თორე იგივე არის რა რასაც ეხა უყურეთ რო თქვა რომ აი პუტინს უნდა პოლარიზაციის დასრულება რუსეთში და უნდა მშვიდობის დამყარება ზუსტად იგივე არის მაგას ლაპარაკობენ იმ ადგილას სადაც შეკრებილი არიან ადამიანები ახალგაზრდებს რო ასისმიანებდნენ ხუჩაში იმის გამო რომ ლაპარაკი უნდა ბერაც ძმის გვერდით რო იდ რა თქვია იმას სოტრესთან რო იდნენ ორივე ტიტუშკები რა იქ ვინც ხალიაშვილზე არის ხო ისა არ მელიქიშვილზე ოფისთან რომ ხალხს ახალგაზრდებს რომ უტყამდნენ და ამით აპირებენ რომ პოლარიზაციის დასრულებას და ჩვენ ახალგაზრდები არალეგალურ შეხვედრების ნაწილზე გითხარით და ეხლა ჩვენი მეგობარია ჩამოსული სტენფორდში სწავლობს. სულ დიდის გამოხმარები რჩევნია პარიზში. ვიდგები ძენს. აპირებს რომ ავტორიტარიზმზე და ეკონომიკაზე ისაუბროს და ცოტა მძიმეა. აი ხალხო, სალამი, მე ვარ სანდრო. დავიწყოთ მოდი. ესე იგი, იცი რა, იმდენი სტუდენტი არის ამ პროტესტებში ჩართული. ვინც ყველაფერი გადადო რა სწავლასაც ვერ აქცევს ყურადღებას თანხას ვერ იხდის და ასე შემდეგ რა რომ თანისწლები ისე მიედინება ისე სწრაფად რა ვერ ვითარდებიან რეალურად რა და ყველას ვეუბნები რომ მაინც რაღაცნაირად ძალა გამონახონ რომ უფრო მეტად რაღაცა განვითარდნენ რა პიროვნულად პერსონალურად უფრო მეტი ცოდნა მიიღონ რაღაცაზე შენ ეგ ძალიან გინდა შენ ქვეყანას დაეხმარება გრძელვადიანად ეკონომიკურ ბაზას გამოიწევ მაგრამ შენ ვერანაირ გარანტიას იმის ვერ მიცემ რომ მართლაც ვერ წავა ან შეგნი ყოველთვის არჩევ მეორე დროს ესხული წაასო ან ის სესხი არ დაუბრუნო ან რაღაცა მსგავსი გააკეთო მაგის გამო რომ შენ შეიძლება სესხი არ დააბრუნო ან ინვესტიცია მოპატო მას არა უკვე გობაშენ იდეა თუ ინვესტიცია მე კიდევ ვესაუბრები ადამიანებს ვისაც შეუძლია იმას დასაქმება იქნებ რაღაცა გამოჩნდეს რომ ეს ადამიანი აიყვანონ სამსახურში ან ამე თუ არსებობს როგორ გითხრა კურსები რაღაცა რომ გაიარონ კურსები და ასე შემდეგ რა თუმცა რა ყოველდღიური ეს რაღაცა ერთფეროვანი ის არის რა აი გაწელილი ასავით რომ აი არც მოლოდინი არ გაქვს არაფრის აი რა სიზიფე შრომასავით ჩანს ხშირად რა
ხო და ეს რაღაცნაირად უნდა შეიცვალოს. საქართველოს ბოლო 10 წელიწადში მიდის უფრო მკაფიოდ ავტორიტარული კაპიტალიზმისკენ. აშკარად. პარტიული თუ პერსონალისტური ეს რთული სათქმელი არის. ცხადია რომ ერთი ადამიანი აკონტროლებს, მაგრამ თან ის ბევრ რამეს არ წყვეტს, მაგრამ მნიშვნელოვან რაღაცებს წყვეტს, რაც პრობლემებს ქმნის. მორჩეთ. კაი ხალხო, მადლობა მაშინ. მაგრამ მეორე საკითხი ის არის, რომ მე განათლების რეფორმამდეც პროტესტში ვიყავი და ასე მგონია, რომ ვეჩვევით რაღაცებს რა, ანუ ვეგუებით, აი ეგ საკითხიც იყო კიდე წამოჭრილი ცოტა ხნის წინ სოციალებში და ძალიან შევეჩვიეთ, რომ ის რამდენიმე ადამიანი რო დგას რუსთაველზე ყოველდღე, ანუ უკვე შეუმჩნეველია სოფელში რომ ჩავდივარ, მეკითხებიან, რომ კიდე არის მიტინგები დედაქალაქში და ეგეთი რაღაც იმით რა და ანუ მე ვერ ხვდები როგორ შეიძლება არ იცოდეს ადამიანმა, იმიტომ რომ მე იქ ვარ, ჩემი თუნდაც ალგორითმი მაგაზი არის მორგებული და თუნდაც ყოველდღიურად რომ რუსთაველზე ვდგავარ, წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ როგორ შეიძლება ადამიანმა არ იცოდეს, რომ პროტესტი არის ქვეყანაში, ხო, თუნდაც შაბათის მარშები ხო მაგაზე მეტყოლებს, რომ ის რაღაც რაოდენობა რომელიც დადის იქ კიდე შეერა რაღაც ის და წამს მომავლის რა. ხო და ეს მაწუხებს, რომ უკვე იმდენად ცოტა ადამიანი რჩება, ვინც ყოველდღურად აპროტესტებს, რომ სახეზე ვსმობთ ერთმანეთს. აი მაგ მოსემულებაში როცა ცხოვრობ, რომ ყოველდღე იცი რომ რაღაც ხდება შენ გარშემო, უფრო მეტად იზრდება შენში პროტესტის ხსნება. რეალურად ხო ქართული ოცნება ემალება ხალხს, ემალება მათ შორის ახალგაზრდებს. დინახავთ რომელიმე ქართული ოცნების წარმომადგენელი ამაყად გასულიყო ქუჩაში, ხო? და ელაპარაკა. ამდენჯერ თქვათ მოსვლა უნივერსიტეტში, წერილი რამდენი კაცი მთელი ცხოვრება სინაგოგის ფიგურის რამდენი და იმდოს ქუჩაში. მათ შორის არა მარტო დაიცალა რეგიონის სხვა მოძრაობებს, რომ ქონდათ კომუნიკაცია რაღაცებზე ლაპარაკა და ყოველჯერზე იმალებიან და ეხლა როცა შენ ხედავ ამ შემთხვევაში რაიმე წარმოადგენს ყოველთვის პრეტენზია აქვს იმაზე, რომ აი მე ხალხო ლაპარაკობ და ამ დროს იმალება და გარბის. საკუთრებია ეს ადამიანი ეს რაღაცა ხალხს ჯგუფს ვერ შექმნის და ვერც იმაზე ვერ ელაპარაკებს, რომ პოლარიზაციას ევწვის. არ ვიცი როგორი კვალიტი და ვიცი. Da che dicevo video che devo capire. იცი, აი ოპოზიციაზე ზოგჯერ რატომ ბრაზდები, იცი? თავი წარმოიდგინე რეზოლუტიანის ადგილას, რომელიც ტელევიზორს უყურებს ციხეშია დილით და ხედავს, რომ აქეთ ვიღაცებმა იჩხუბეს იდიოტობაზე, აქეთ თუნდაც აქტივისტებმა დააყარეს რაღაცა და შენ აქ ციხეში ხარ რა. ის კი არა, რომ ვიღაცამ შენზე იკითხოს, შენზე იზრუნოს და რაღაც დაეძებოს ერთად. ხო, ხედავს სხვა რეალობას რა. ალბათ თავიდან ერთ-ერთი ვერ წარმოვიდნენ, რომ ამდენი ხანი მოუწევდა ამ ხალხს ციხეში ყოფნა რა. მაშინ ხო სხვა მოცემულობა იყო და ამბობთ რომ მალე იქნება რაღაც, მალე შეიცვლება და მალე გამოგიყვანთ, მაგრამ ბევრ მაგო მოიხადა რა, ბევრ ცოტა დარჩა. რავი 20 წლის გახდა ეხა საბაჯიქია, რომელიც 18 წლის შევიდა ციხეში რა. აღსდანება ქართველი ერისა, გამომართავს დამოუკიდებელ საქართველოს. აი, საერთოდ ვარ? ლაშა გოპატემიო. ლაშა გოპატემიო. რომელი? ევროპაში. ევროპაში. ევროპაში გვიშვებს.